სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს რომ მოგვიყვანა ამ ისტორიულ და დიდებულ სალოცავში და ჩვენ შეგვიძლია რომ არა მარტო მოვინახულოთ და აქ ვილოცოთ, ესე იგი ლოცვა აღოსრულოთ, არამედ ამით ჩვენს შინაურებსაც სარგებელი მოუტანოთ. რა მხრივ ამბობ, აი პატრიარქი ილია მეორე ბრძანებდა რომ დილით რო ადგებითო, პირველ რიგში აი ხატებთან რო დადგებითო, სამშობლოს შეავედრეთ უფალს. მერე თქვენი ოჯახი შეავედრეთო. აქაც ესე აი ახლა ამ ტაძრებს რომ ჩვენ მოვილოცავთ, არა ხო ლოცულობთ და ჩვენ უნდა მოიხსენოთ ყველა. პირველ რიგში სამშობლო შევავედროთ, მერე ჩვენი ოჯახი, მერე ჩვენი ახლობლები. ესეც ერთგვარი ღვაწლია და სათნოება ადამიანისა, რომ კი შეიძლება გიჭირს, მაგრამ გაიხსენო და ჩამოთვალო მათი სახელები, მოიხსენო, რაც მეც მოიხსენებ მეტი ადამიანისთვის ილოცებ. ეს არის ჩვენ ღმერთის შეწევნა უნდა გამოვითხოვოთ იმ ადამიანებისათვის და ამ ლოცვაზე ძალიან ბევრი რამე დგას, ესე იგი. აქ ილოცებს, სხვაგან ილოცებს, სხვა ადამიანები კიდე სხვაგან ილოცებენ და ჩვენ ერთმანეთის ლოცვით ვართ, ესე იგი და ღვთის მადლითა და წყალობით. აი რაც შეეხება სახარებაში რომ წავიკითხეთ, ესე იგი, არ არის დაფარული რომელიც არ გაცხადდეს. არ არის დაფარული. ჩვენ ახლა შეიძლება რაღაცეები გვაქვს ისეთი რაც არ გვინდა რომ გამომჟღავნდეს, მაგრამ მაინც გამომჟღავნდება. ამიტომ ის რისიც გვერიდება და რისიც გვწვენია, ღვთის წინაშე ჩვენ თვითონვე უნდა ვაღიაროთ. ანუ აღსარებაში უნდა თქვას ადამიანმა და გულწრფელი უნდა იყოს ეს აღსარება და რომელსაც აღსარებაში იტყვის, იმას ღმერთის გულმოწყალება დაფარავს. მაგრამ რომელსაც ადამიანი აღსარებაში არ იტყვის, ის თავის დროზე გამოცხადდება და მერე ის შეგვარცხენს. მე ადრე აი მოგიყევით წმინდა ივანე სინელის წიგნში სათნოებათა კიბეში ასეთი საოცარი ამბავი წერია და მინდა რომ გავიხსენო, ესე იგი. ერთ-ერთ მონასტერში მივიდა ძალიან ცოდვილი ადამიანი და უნდოდა რომ ბერად შემდგარიყო. და წინამძღვარმა მოусმინა აღსარება ჩაიბარა და ისეთი აღსარება იყო ძალიან მძიმე და უთხრა მერე რომ შეგიძლია რომ ესე იგი ეს მთელი საძმოს წინაშე რო თქვაო ეს შენი აღსარებაო. კიო მამო, აქ კი არაო, თუ გინდა ალექსანდრიაში წავიდეთო და ეგვიპტეში ხდება ეს, ალექსანდრიაში წავიდეთო და იქ მოედანზე ვიტყვიო ყველას წინაშე ჩემ აღსარებას. ანუ იმდენად სინანული ქონდა რომ ოღონდაც მე მომეტეოს ეს და არ მერიდება, არ ამცხენია, სადაც გინდა იქ ვიტყვიო და შემოკრიბა ამ წინამძღვარმა ეს ძმობა და დადგა ეს და ამბობს თავის აღსარებას და ისეთ რაღაცეებს ამბობს, არ არის აღწერილი რას ამბობს, მაგრამ ისეთ რაღაცეებს ამბობდაო, რომ ძმებსო გული მისდიოდათო და გაჰყავდათო ტაძრიდან. და მერე ეს ვინც აღწერს ამ ყველაფერს ის შეეკითხა, რომ იმ წინამძღვარს რატო გააკეთეო ესო? ახლა ხო იცოდა რომ ტყუილად არ გააკეთებინებდა, რაღაცა საჭიროება იყო რომ ეს გააკეთებინებინა და ორი მიზეზის გამო. ერთი იმიტომ რომ ადამიანიო ან აქ უნდა შერწყესო თავისი ცოდების გამო, ან რო აღიარებს და ან იქ მოუწევს რომ არადიული სისცხილიო და აქ ახლა ჩვენ შემთხვევაში რა ერთი ადამიანის მოძღვრის წინაშე უნდა თქვა რაც გიჭირს. ის მოძღვარიც შენს მიმართ არის რომ შენ მოგეხმაროს და გაგიადვილოს. ახლა ჩვენ რატო ამბობ ამას? ჩვენ როდესაც არ გვიჭირს რაღაცის თქმა, მაშინ ისედაც არ გიჭირს. მაგრამ აი ეს სიტყვები ეს უნდა გავიხსენოთ მაშინ, როდესაც რაღაცა ცოდაში ჩავარდებით ისეთი რომ აი გიჭირს რომ მიხვიდე და უთხრა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ უნდა მივიდეთ და უნდა უთხრათ. შეიძლება გვიჭირს, არ გვინდა, ძალიან გვეძნელება, გცხენია, მაგრამ ის სიყვარულით გელოდება მოძღვარი და ღმერთი ხო თავი თვითონ არის სიყვარული და ანუ ეს ერთი მიზეზი რომ ან აქ უნდა შერწყე და ან იქ მოგიწევსო და მეორე მიზეზი რატოა რომ ამ მონასტერშიო არიან ისეთი ძმებიო რომელსაც დაფარული ცოდვები აქვთო. ეს სულიერი კაცი იყო ეს წინამძღვარი და იცოდა ალბათ. დაფარული ცოდვები აქვს და ვერ ამბობენო და მათთვის რო აღსარება გამიადვილებინა. აი ნახეთ, კაცი რეებს ამბობსო და თქვენი იმისა გცხენია, თორე შეიძლება ამის მიასედიც არა გაქვს ჩადენილიო.
აი ამის გამო. ამიტომ აი არა არის დაფარული, რომელიც არ განცხადდება და შევინანდოთ ის, რაც ჩვენ გაგვიჭირდება. კიდევ ერთხელ ამბობ, დღეს შეიძლება რაღაცა არ გვიჭირს და იოლად ვამბობთ, მაგრამ აი სადაც გაგვიჭირდება, იქაც ვიცოდეთ, რომ იქაც ღმერთის სიყვარულით გველოდება და მეორე კიდე რა იყო ამ სახარებაში, რომ რომელმან აღიაროს ჩემ და მომართ წინაშე კაცთა, მეც აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. ადამიანს არ უნდა შერცხვეს, რომ ის ქრისტიანია, რომ ის სადღაც პატიოსნად მოიქცევა, რომ იმიტომ მოიქცევა პატიოსნად, რომ ღვთისმცნება ესე ამბობს და მე ღმერთის მორჩილი ვარ. აი ეს არ უნდა შეგწხვეს და თუ ეს არ შეგწხვება და შენს გულში და არა მარტო გულში, მოციქული პავლე ამბობს, რომ ჩვენ გულით გწამსო, მაგრამ პირით ვაღიარებთ საცხოვნებლად. შეიძლება გულში გწამს, მაგრამ თუ გინდა რომ ცხონდე ის რაც გწამს უნდა აღიარო და ადამიანების არ უნდა შეგწხვეს. და მაშინ ქრისტეც გაღიარებს თავისი ზეციერი მამის წინაშე და თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ადამიანთა წინაშე შეგწხვება ამა თუ იმ რაღაცის გამო, მაშინ მეც უარყოფო ჩემი ზეციერი მამის წინაშეო და აი ეს არის სწორედ აღსარებლობა და არა მარტო სიტყვით თქვა, არამედ ცხოვრების წესით გიგავდეს იმას, რომ შენ ქრისტიანი ხარ, ესე იგი. წმინდა მამა ამბობს, თუ არ ვწდები სერაფიმ საროველი, ნეტარიაო, ვინც საქმით ქადაგებს სათნოებებს. სადღაც საქმით არის საჭირო, სადღაც სიტყვით არის საჭირო. შეგვეციოს ამ დიდი სალოცავის მადლიდან წმინდა გიორგის მეოხება ღვთის წინაშე და ერთვა დალოცილი და გახარებულები გამყოფოთ.